და დაბალი ტემპერატურა საქართველოში ქვეყნის რეგიონებში უხმანალებმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. ქალაქ ფოთში 2 დღით შეჩერებულია სააღაზმრდელო პროცესი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საჯარო სკოლებში ხვალ არც მოსწავლეები მივლენ. განსაკუთრებით რთულია ვითარება გურიაში, სადაც დიდ თოვლობას უკვე 3 დღეა ებრძვიან. საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. მოგლეჯილია ხეები, ჩახერგილია გზები. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი. უამინდობა და დიდ თოვლობამ საქართველოს რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთულია ვითარება გურიაში. საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. მოგლეჯილია ხეები, ჩახერგილია გზები. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი. უხვნალექს ებრძვიან ურეგშიც, სადაც თოვლის საფარმა 80 სანტიმეტრს გადააჭარბა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით რეგიონის მასშტაბით მობილიზებული არიან გაზმომარაგებისა და ენერგოპროჯორჯიას ჯგუფები. საგანგებო რეჟიმზეა გადასული ყველა შესაბამისი სამსახური. იწმინდება მთავარი